მოგესალმებით ყველას, მიხეილია თქვენთან ერთად და ჩემი არხია YouTube-ზე მიხეილ HD. მე დღეს მინდა შემოგთავაზოთ კიდევ მორიგი ახალი გაკვეთილი. მოდით ამას დავარქვათ street art-ი, ანუ ქუჩაში კედლების მოხატვა. ისევე როგორც გრაფიტი და ასე შემდეგ. მე მქონდა ესეთი სურათი, მოვიძიე დავგუგლე, აი ესეთი მერლინ მონროს სურათი და მინდა თქვენთან ერთად კიდევ გავიმეორო და შევეცადო აი ესეთი ნახატის გაკეთება კედელზე. შევარჩიე Wall Street-ის კედელი და მოდით მოვხატოთ ეს ჩვენი ლამაზი ქუჩა, აი ამ ლამაზი სურათით. დავიწყოთ. დავხუროთ სურათი. გავხსნათ ახალი. აი ეს არის ჩვენი Wall Street-ი. ძალიან ლამაზი ქუჩა, მეც ძალიან მიყვარს. დავაპატარავოთ ცოტა და გავხსნათ ჩვენთვის სასურველი სურათი. ეს შეიძლება იყოს თქვენი პორტრეტი, ნაცნობის, ახლობლის და ასე შემდეგ. მე ამ შემთხვევაში გამოვიყენებ მერლინ მონროს სურათს. გავხსნათ ეს სურათიც და შევხედოთ რა გვესაჭიროება აი ამ კედლის მოხატვისთვის, რომ შევამზადოთ აი ეს სურათი. პირველ რიგში მოდით მოვჭრათ აი ეს ფონი, რომელიც არ გვესაჭიროება და გავაკეთოთ აი ასე. შევიდეთ აი აქ Quick Selection tool-ში, თუ თქვენთან არ ჩანს, მაშინ მარჯვენა კნოპკა დავაჭრეთ მაუსზე და აი ესე ავირჩიოთ Quick Selection tool-ი. შემოვართ სურათს, მოვნიშნოთ. არ ვინერივილოთ თუ სხვა ადგილებიც მოინიშნა, აი ესე. Alt კნოპკაზე ხელის დაჭერით, კლავიატურაზე Alt კლავიშის ხელის დაჭერით დაუშლით ჩვენთვის არასაჭირო ადგილებს, აი ესე. გავუშვათ Alt-ს და ისევ გადავუვაროთ ოდნავ აი ამ თმების ადგილს. მოინიშნა სურათი, მოდით ახლა შევეცადოთ გამოვჭრათ უკანა ფონი. ამისათვის დავაჭიროთ აი აქ Refine Edges, აი ესე. როგორც ხედავთ, მოიჭრა, საკმაოდ უხეშად, მაგრამ ეს ჩვენ არ გვადარდებს მეტისმეტად, ვინაიდან ესეთი ნახატი არც უნდა იყოს ძალიან ისე სუფთა და არ იქნება საჭირო გამოჩნდეს თითოეული ყოველი თმის ღერი. მაგრამ მოდით მაინც ოდნავ მაინც შევეცადოთ მისი გასუფთავება, აი ესე. აი ამას ავარჩევთ, აი ამ ფონჯს და გადავლით აი ამ თმების ადგილას, რომ ოდნავ მაინც შედარებით ლამაზი გამოგვივიდეს. აი ესე. აქაც. ეხლა აქეთ ამხარეს. აი ესე. აი ესეთი გამჭვირვალე ადგილები ჩვენ არ გვესაჭიროება, ხელს შეგვიშლის და მოდით გავუკეთოთ კონტრასტულობა ოდნავ, რომ გამოიყოს აი ესე და გქონდეს მოცულობა. აქ ავირჩიოთ New Layer-ი, ანუ ახალ ფენად რომ გაგვიხსნას აი ეს უკვე მოჭრილი სურათი და მოდით მივცეთ OK. ეს ლეიერი უკვე აღარ გვჭირდება, მოჭრილია ფონი, მოდით წავშალოთ და გავაკეთოთ ესეთი რამ. შევდივართ Image-ში და შევეცადოთ ამ სურათის შავ-თეთრში გადაყვანა. ავირჩიოთ სად გვაქვს ჩვენ მენიუში Desaturate-ი. აი Desaturate-ი ავირჩიოთ და გაშავთეთრდება ჩვენი სურათი და მოდით ახლა შევეცადოთ აი ამ სურათის უფრო გაკონტრასტულობა და შემოვხაზოთ უფრო გავაკონტრასტულოთ აი ეს სახის ნაკვთები. აი ესეთი ნახევრად ტონები ჩვენ არ გამოგვადგება, ვინაიდან დაგვიმუქებს ძალიან. ამიტომ მოდით გავაკეთოთ ესეთი რამ. შევიდეთ ისე Image-ში, შევიდეთ Adjustment-ში და
ავირჩიოთ level-C ან კლავიატურაზე Ctrl-L-ის დაჭერით. როგორც ხედავთ, აი ეს იგივე ფუნქცია და ვაკეთებთ ესეთ რამეს. მოდით გავაღიავოთ სურათი, მივცეთ მეტი კონტრასტულობა, აი ესე და თეთრი ტონები, აი ეს ნახევრად ტონები, ანუ half ტონები ამოვიყვანოთ სითეთრისკენ. აი ესე. და დაახლოებით ალბათ აი ესეთი სურათი გვაწყობს. აი ესე. მივცეთ OK და შევდივართ ისევ image-ში, adjustment-ში ისევ და ამჯერად უკვე ვირჩევთ აი ამ effects threshold. გავაკეთოთ threshold-ი და დავარეგულიროთ ჩვენი სურათის სიკაშკაშე, ანუ აი ესე გავასწოროთ ისე როგორც ჩვენ გსურს და მოგწონს, აი ასე. ალბათ აი ესე უფრო ლამაზი გამოგვივა და მივცეთ OK. თუ ჩვენ სურათის სითეთრე, ანუ არ გვაქვს საკმარისი და ის half ტონები, ანუ ნახევრად ტონები ისევ გამუქებულია, ჩვენ მოგცემს აი აქ ჩამუქებულ effects და ამისათვის მივცემთ ისევ cancels და ისევ Ctrl-L-ზე დაჭერისას შევძლებთ თავიდან დავარეგულიროთ აი ესე, თუნდაც აი ესე და შევხედოთ ახლა რას მოიმოქმედებს. შევდივართ ისევ image-ში, adjustment-ში, ისევ ვირჩევთ thresholds და ისევ ვარეგულირებთ. აი ამჯერად უფრო ლამაზი გამოგვივიდა, მე მგონი. აი ესე დავტოვებ ალბათ მე, ან დაახლოებით. მოდით აი ესე დავტოვოთ, საკმარისია. მივცეთ OK და ეხლა ჩვენ გვესაჭიროება აი ამ სურათის გადატანა აი აქ უკვე, მაგრამ აი ეს თეთრი ფენაც არ გვესაჭიროება და ამისათვის მოდით გავაკეთოთ ესეთი რამ. ავირჩიოთ მენიუში select-ი, ავირჩიოთ color range და მხოლოდ ავირჩიოთ აი ეს შავი ფერი. მივცეთ OK-ს და როგორც ხედავთ, მოგვინიშნა მხოლოდ შავი ფერი. კლავიატურაზე Ctrl-C-ს, ანუ Ctrl-C-ს დაჭერისას ჩვენ დავაკოპირებთ აი ამ შავ ფერს, ან edit-ში კოპის სახით, იგივეა Ctrl-C და მოდით გადავიდეთ ეხლა უკვე აი აქეთ ჩვენს საბოლოო სურათზე, ანუ კედელზე, სადაც გვინდა რომ დავხატოთ. გავაკეთოთ Ctrl-V ან იგივე paste და როგორც ხედავთ, გადმოვიდა ჩვენთან მხოლოდ შავი ტონი მონიშნული და არჩენი გამჭვირვალეა, ანუ ეს იგივეა, რაც კედელზე მოხატული ესე პულვერიზატორის კრასკებით და ტრაფარეტებით. როგორც ხედავთ, გამოგვივიდა ჩვენი street art-ი და მოდით ახლა ოდნავ გავუკეთოთ საბოლოო შტრიხები, ეგრეთ წოდებული და მივცეთ აი აქ გადადების მეთოდში overlay. აი შეხედეთ, overlay შეიძლება ოდნავ ბაცი გამოგვივიდეს, ეს უკვე დამოკიდებულია სურათის ტონალობაზე და ამავე კედლის თქვათ ტონზე. შეგვიძლია ავირჩიოთ multiply ეფექტი, აი ეს უფრო გვაწყობს ალბათ და ოდნავ დავაკლოთ აი ეს გამჭვირვალეობა, opacity, აი ესეთი უფრო რეალური გამოგვივიდა, შეხედეთ. ჩანს ანუ კედლის ფაქტურაც, აი ესე და უფრო რეალურია აი ესე. კედელიც გამოგვიჩნდა, ანუ აი ეს მარმარილოს ღარებიც ჩანს და უკვე გავს ნამდვილად კედელზე მიხატულს. ნუ რაც შეეხება უკვე სიდიდეს და დარეგულირებას და მის ადგილს, ამას უკვე თქვენ გადაწყვიტავთ, გაწევთ, გამოწევთ, გააკეთებთ ზომას და არეგულირებთ Ctrl-T-ს საშუალებით, აი ესე და შეგვიძლია გავადიდოთ ან დავაპატარავთ აი ეს სურათი, Enter-ს დავაჭერთ. პრაქტიკულად მორჩენილია ჩვენი სურათი გაკეთდა
გავაკეთეთ street art-ი, მოვხატეთ ჩვენი Wall Street-ის კედელი Marilyn Monroe-ის სურათით და ეს იყო ჩვენი კიდევ ერთი საინტერესო და უადვილესი გაკვეთილი. თქვენთან ერთად იყო მიხეილი HD-ია ჩემი არხი YouTube-ზე. შემოგვერთით, გააკეთეთ subscribe და თქვენ აღარ გამოტოვებთ მორიგ კიდევ ახალ საინტერესო გაკვეთილს. დროებით. კარგად.